სოფელ მუხროვანისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსულმა მოსახლეობამ დილიდან ამ პატარა ახლა დაშენებულ ტაძართან მოიყარა თავი. გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა სოფელ მუხროვანში არსებული ერთადერთი წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი აკურთხა და სადღესასწაულო წირვა ბოლნელ მთავარ ეპისკოპოს ეფრემსა და სხვა ღვთისმსახურებთან ერთად აღავლინა. აღსანიშნავია, რომ სოფელ მუხროვანში სულ 130 ოჯახი ცხოვრობს, აქედან 70 ოჯახი ეკომიგრანტია. ისინი ამ ტერიტორიაზე მაღალმთიანი აჭარიდან არიან ჩამოსახლებული. პირველი, ვინც საქართველოს შემოვიდა და იქადაგა ქრისტეს სარწმუნოება, იყო ანდრია პირველწოდებული და ის შემოვიდა აჭარიდან და განსაკუთრებული პასუხისმგებლობის გზნობა თითოეულ აჭარელს უნდა გააჩნდეს ამის გამო, იმიტომ რომ პირველი ქრისტიანები სწორედ რომ აჭარლები იყვნენ და ნამდვილი და მტკიცე ქრისტიანები. შემდეგ სხვა კუთხიშვილებმა, საქართველოს სხვა კუთხიშვილებმა თქვენგან ბევრი ვისწავლეთ და დღესაც ბევრს სწავლობთ და იმედია რომ კვლავ სარწმუნოებით პირველები იქნებით და ეს ძალიან სასიხარულო იქნება თითოეული ქართველისათვის. იმიტომ რომ მაინც რადგან ასე ძალიან გამოგირჩიათ ანდრია პირველწოდებულმა, ალბათ ერის წინაშე ძალიან დიდი ვალიც გაქვთ და ბევრი გაქვთ გასაკეთებელი და მადლობა ღმერთს რომ აქ ასე მოშორებით აჭარისგან შექმნით ეს დიდებული ტაძარი, აქ დიდებული სავანა იქნება, ფიქრობთ და რაც ყველაზე სასიხარულოა ის სული, რაც იქ გქონდათ აქ რომ ჩამოიტანეთ და იმ კუთხის ტრადიციებს რომ არ ღალატობთ და რომ იყვებით, ეგ არის ძალიან სასიხარულო, იმიტომ რომ როგორც ოჯახში რომ არის მრავალი ბავშვი, მრავალშვილიან ოჯახში და ლამაზია იმით რომ ყველა განსხვავებული, ასევე საქართველოს იმით არის ლამაზი რომ მრავალი კუთხის შვილების ერთობლიობა ვართ. ერთობა უნდა გვავისწრება, ეს კარგია რომ პირველები იყავით და პირველები უნდა გახდეთ, მაგრამ სხვებმაც უნდა დაგაფასოთ და სხვებიც უნდა დააფასოთ. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ. ღვთისმშობლის ფარველობითა და ლოცვა-კურთხევით ანდრია პირველწოდებული და სხვა მოციქულები შემობრძანდნენ საქართველოში და ასე მივიღეთ მადლი ქრისტესი. სწორედ აი ეს მადლი მოყვება დღევანდელ დღემდე ამ სარწმუნოებამ, ამ სიყვარულმა, ამ თავგანწირვამ გადაარჩინა სრულიად საქართველო. და ესე უნდა იყოს ყოველთვის. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ეს სოფელი, რომელშიც მკვიდრობენ პირველ ქრისტიანები, შთამომავლები აჭარიდან ჩამოსახლებულები, სწორედ აი ამ ტაძრის აშენებით გამოხატავენ საკუთარ სარწმუნოებას, საკუთარ სურვილს, საკუთარ მისწრაფებას, რომ ისინი მზად არიან თავი დადონ უფლის სიყვარულისათვის, იცხოვრონ სარწმუნოებით და გაამართლონ ის დანიშნულება, რაც ოდითგანვე მათ ღმერთმა მისცა. ეს შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ აქედან დაიწყო ქრისტიანობა. ამდენად სწორად ბრძანა მეუფე იაკობმა, რომ სწორედ აი ამ კუთხის შვილები, აჭარლები უნდა ვიყოთ სამაგალითონი, საჩვენებელი ყველასათვის. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის შეუქცევადი პროცესი. ტაძარი სოფელში ძირითადად სამი პიროვნების ფინანსური დახმარებითა და მუხროვანის მაცხოვრებლების დიდი ძალისხმევით აშენდა. ტაძრის მშენებლობით გამოწვეული სიხარული იმდენად დიდი იყო, რომ მისი აგების პროცესში სოფლის თითოეული მკვიდრი იყო ჩაბმული. ეკლესიის მშენებლობაზე კურთხევა აქაურმა მოსახლეობამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორისგან 2011 წლის 15 თებერვალს მიიღო. 12 მაისს სამშენებლო სამუშაოები დაიწყო და ზუსტად 1 წლის თავზე დასრულდა. თვითონ სოფლის მაცხოვრებლებმა ძირითადად ვინც ცხოვრობს თავიანთი შრომით ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს. ფაქტიურად ჩვენ აქ დაქირავებული მუშა ხელი არ ხოლია რა. თვითონ სოფლის ძალისხმევით გაკეთდა ეს მშენებლობა და დასრულდა. ამიტომ წვლილი ყველასი უდიდესია რა, განსაკუთრებით
არ გვინდა რომ ვინმე გამოვყოთ. 130 ოჯახი ცხოვრობს აქედან 70 ოჯახი ეკომიგრანტია, 99 წლიდან ცხოვრობს აქ, აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან ცხოვრობთ. დანარჩენი აზერბაიჯანული მოსახლეობა არის, მაგრამ მე უნდა გითხრათ, რომ მათაც სერიოზული წვლილი მიიღეს ტაძრის მშენებლობაში. მუხროვანის მოსახლეობის ძირითად ნაწილს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მაღალმთიანი აჭარიდან ჩამოსახლებული ოჯახები შეადგენენ. როგორც თავად ამბობენ, ისინი თანდათან მამა-პაპის მრწამსს უბრუნდებიან. ჩვენ ვიცით, რომ აჭარა საქართველოში პირველ ქრისტიანული კუთხეა, სადაც ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში ქრისტიანობა წმინდა ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა. აქედან მოყოლებული ჩვენი წინაპრები ყოველთვის დიდი სიყვარულითა და ერთგულებით ემსახურებოდნენ ჭეშმარიტ ღმერთს, სარწმუნოებასა და სამშობლოს. სწორედ ამ ერთგულებისა და სიყვარულის მკაცრი გამოცდაც იყო ამ კუთხისთვის მე-16-მე-18 საუკუნეები, როდესაც მტერი განსაკუთრებული სისასტიკით დევნიდა ჩვენს სარწმუნოებას. ნადგურდებოდა მშობლიური მიწა, ენა და კულტურა. სხვა სისხლი დაიღვარა ამ დროს აჭარაში, დაინგრა ასეულობით ეკლესია, მონასტერი, გმირულად ეწამნენ ჩვენი წინაპრები. სწორედ მათმა თავგანწირვამ დღემდე შეგვინარჩუნა რწმენა და გადაგვირჩინა სამშობლო. როგორც ყველა ჭეშმარიტმა ქართველმა, ისე სოფელ მუხროვანის თითოეულმა მაცხოვრებელმა, დიდმა თუ პატარამ, კარგად იცის ეს სისხლიანი და ტრაგიკული ისტორია. წყალი თავის კალაპოტს არ დახკარგავს. 2005 წლის საადგომოდ დროებამ გადაიღო ჩემი ოჯახი. ანუ მაღალმთიან რაიონში თუ როგორ ცხოვრობდნენ შეხმატკბილებლად, მართლმადიდებელი ქმარი და ისლამის მიმდევარი მეუღლე. ყავს 5 შვილი. დღეს მეუღლეც მართლმადიდებელია და 5-ვე შვილი. წმინდა ნინო ქალი იყო. სიტყვით გაავრცელა მთლიან საქართველოში მართლმადიდებლობა. მას არ გავრცელებია არც ხმლით და არც სისხლით. ეს გავრცელდა მხოლოდ უფლის სიყვარული და ასე გრძელდება. ეს არის მართლაც დიდი მადლი ღვთის წინაშე, რამე თუ აჭარიდან ჩამოსახლებულმა ეკომიგრანტებმა სოფელ მუხროვანში ააგეს ანდრია პირველწოდებული სახელობის ტაძარი. ისინი უბრუნდებიან მამა-პაპათა სარწმუნოებას. ეს სარწმუნოების შეცვლა კი არ არის, ეს არის დაბრუნება მამა-პაპათა სარწმუნოებაზე. რამე თუ აჭარლები პირველი ქრისტიანები არიან, რამე თუ იქ ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა ქრისტიანობა და იქიდან მოეფინა ნათელი მთელ საქართველოს. აღსანიშნავია, რომ წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი სოფელ ვაზიანშიც შენდება. ცნობილია, რომ იქაც შუახევის რაიონიდან ჩამოსახლებული ოჯახები ცხოვრობენ. სწორედ მათი ძალისხმევით იგება ეკლესია, რომლის მშენებლობაც მომავალ წელს დასრულდება და ტაძარი 2013 წლის 12 მაისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს იკურთხება.